დღეს არის შაბათი 11 იანვარი 2025 წლის საეკლესიო კალენდრით კი დღეს არის 29 დეკემბერი 2024 წლის და დღეს ესე იგი დღევანდელი წმინდანების შესახებ ჩვენ გვისაუბრია მაგრამ ახალი გარემოებები გვაქვს და სულ ცოტას დავამატებ ამ დღევანდელი დღის საუბარს ესე იგი დღეს არის 14000 შვილის ბეთლემში მომწყდარი შვილების იროდის მიერ ამ შვილების ხსენება ნინო ამილახვარის და მარკელი კონსტანტინოპოლელი ამათ შესახებ მისაუბრია და ამიტომ ერთადერთი რასაც აქ დავამატებ ეს არის რომ უნდა გაჩვენოთ ჩემი აზრით აი რაღაც დაუჯერებელი ამბავი ჩვენ გქონდა ბეთლემელი შვილების წმინდა ნაწილები როგორც ცოტა და ნამცეცები და ჩვენ ესე იგი ამ ხნის განმავლობაში ესე იგი დაგვემატა რაღაცა გასაოცარი ეს უნდა გაჩვენოთ ეხლა წმინდა ნაწილები ბეთლემელი შვილების და ხატი შევქმენით აი ეხლა უნდა გაჩვენოთ და გთვალიერებინოთ სადაც არის აი ამ ნახავთ ესე იგი ხატზე თავის ქალა და კიდევ არის ფეხი პატარა ფეხი ბავშვის და კიდევ არის ბავშვების ნეკნები და კიდევ არის პატარა სანაწილეებში კანი და ძვლები ამ ბავშვების ნუ ნამცეცები მაგრამ ესენი ძალიან ის არის და კიდევ ხატი რომელიც ჩვენ შევქმენით აი ხა გაჩვენებთ ამ ყველაფერს ეს ხატი ძიმეა საკმაოდ მაგრამ მაინც მინდა რომ გაჩვენოთ აი როგორ გამოიყურება ეს ხატი ეს ნუ აი აქეთ ნახეთ აი ეს ხედავ აი აქეთ არის აი აქეთ მარჯვენა დაბალ კუთხეში არის ნეკნები თითო ხატში არის თავის ქალა და აქეთ აი აქეთ აქეთ არის მიცოდეთ აი ეს ой აი აქ არის ფეხი ხედავთ ხო ფეხი აი ესეთი ხატია ცოტა შორიდან დაგანახებთ ნუ უფრო კარგად სანახავთ უნდა ჩამოვბრძანდეთ და ემთხვიოთ ამ ხატს სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის დავაბრძანოთ ახლა ამას და შემდეგ გადავალ შეგვიძლია ამ პატარა შვილების მათგან ნუ მე ამ ბეთლემელ ბავშვებზე აღარ გავჩერდები ბეთლემელ ბავშვებზე აღარ გავჩერდები დრო გვისაუბრე სპეციალურად დავკვნით ეს და ნუ ხევანდელი წმინდანების შესახებ გავაგზავნებ საუბარს ნუ კიდევ გვაქვს ჩვენ მისაუბრია ეს არის წმინდა ტროფიმუს არელატელი მისაუბრია ოღონდ ერთი გარემოება არის ეს არის საუბარი 57 საერთოდ დღევანდელი დღის შესახებ ეს არის საუბარი 57 და აი 57 საუბარში წმინდა ტროფიმეს შესახებ ვისაუბრეთ მაგრამ მე მინდა კიდე ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას და აი ხავე მოგახსენებთ ესე იგი რაში არის მდგომარეობს საქმე ის არის რომ აი ამ ტროფიმესთან დაკავშირებით ტროფიმეს არის 330-თაგანი მოციქული ვისი ნაწილი წმინდა ნაწილი ჩვენ გაგვაჩნია ეს არის მოციქული 330-თაგანი მაგრამ არსებობს რაღაცა გაორება მის მიმართ
ნუ დროის თვალსაზრისით და ეხლა მოგახსენებთ რაში მდგომარეობს. საქმე ის არის, რომ ტროფიმე აი ამ სახელით ადამიანი წმინდანი ჩამოვიდა საფრანგეთში წმინდა დიონისესთან ერთად. და ჩვენ გვისაუბრია ამის შესახებ წმინდა დიონისე, აი ეს არის კიდე დაუდგენელი, ეს არის პარიზის პირველი ეპისკოპოსი, ეგრეთ აი ორი დიონისე მოიაზრება უბრალოდ, თორე მე თუ მკითხავთ, ნუ ხა რანაირად შემიძლია აზრის გამოთქმა, მაგრამ ჩვენ წმინდა ნაწილი გვაქვს დიონისე არეოპაგელეს, პავლე მოციქულის მოწაფის. და შეიძლება ეს დიონისე პარიზის პირველი ეპისკოპოსი არის აი ეს დიონისე, შეიძლება ის არის მესამე საუკუნის წმინდა. აი ზუსტად ასევე არის ტროფიმე, რომელიც დიონისესთან ერთად ჩამოვიდა საფრანგეთში. ნუ ესე იგი, რაც შეეხება ტროფიმეს, მე არ მithქვავს, მაშინ კი ვახსენე. მაგრამ არ მithქვავს ზუსტად, რომ განსაკუთრებული თაყვანისმცემი არის არელატი, ეს არის არლი, დღევანდელი არლი ქალაქი და მინდა უბრალოდ გაჩვენოთ, იქ არის არლის ტროფიმეს სახელობის მისი ტაძარი, აი ესე გამოიყურება. აი ესე გამოიყურება. სხვა სახა ვერაფერს გეტყვით, სხვას მაინც ნათქვამი მაქვს, ძირითადად ნათქვამი მაქვს ტროფიმეს. აი ნახეთ, აი ეს ადგილი უნდა გაჩვენოთ. შესასვლელის თავზე ნახეთ. აი ეგ ხა ესე გავადიდებ ამას. აი ზუსტად მის თავზე არის მისი გამოსახულება ქანდაკებაში, ხელი აქვს აწეული, ხედავთ ხო? აი ეს. და კიდე გაჩვენებთ აი გვერდზე მარცხენა მხარეს სვეტია. აი ნახეთ ესეთი. და იქ არის, აი ეს არის წმინდა ტროფიმე, აი აქეთ. აი ეს. და ამას გაჩვენებთ კიდე გადიდებულს. აი ესე გამოიყურება წმინდა ტროფიმე. თუმცა ჩვენ გვაქვს წმინდა ტროფიმეს უფრო ადრინდელი გამოსახულება. ეს არის ტაძარი საკმაოდ ძველი. ნუ ეს არის კიდევ რაც უნდა გაჩვენოთ, რომ ესე იგი თავიდან გადმოცემით ტროფიმე დაასაფლავეს ალისკამის ნეკროპოლისი, ესე ქვია, ალისკამის ნეკროპოლისი, ეს არის ქალაქ არლთან ნუ შემოგარენში, ქალაქის გარეთ არის, მაგრამ ნუ ალისკარის ესე ქვია, არლში არის ესა და ითვლება, რომ ეს არის უდიდესი მგონი მსოფლიოში ყველაზე დიდი ნეკროპოლისი საერთოდ. და აქ იყო დასაფლავებული, დღეს არის იქ ტაძარი სენ ჰონორატი, წმინდა ჰონორატის ტაძარი და იქ არის მაშინ წმინდა სტეფანეს სახელობის იყო ესა მოციქულის დროს და იქ არის აი ესე გამოიყურება აი ამ ტაძარში მისი საფლავი. აი ეს ყველაფერი არ მიჩვენებია. და ბოლოს აი ეს არის წმინდა ტროფიმე და წმინდა ტვიქიკე ათონური ხელნაწერიდან აი ესე და აი ტროფიმეს გადიდებულს გაჩვენებთ. აი ესე გამოიყურება წმინდა მოციქული ტროფიმე, თუ ეს არის აი ისე ხო გეუბნებით, ეს არის უბრალოდ ისეთი გადაუჭრელი საკითხი. ვერ თანხმდებიან ამაზე, თუ ეს არის სწორედ არლის პირველი ეპისკოპოსი. ნუ ეს არის რას ტროფიმეზე მინდოდა მეთქვა და ეხლა კი გადავდივარ შემდეგ წმინდანებზე, სამი წმინდანი ერთად. სამი წმინდანის, ესე იგი, რაც ეხლა უნდა მოგიყვეთ. სამი წმინდანი ერთმანეთზე არიან გადაჯაჭვულნი. და ვახსენე აი ამ 57 საუბარში ისინი, მაგრამ მაშინ მათ შესახებ დეტალურად არ მომიყოლია და ეხლა უნდა მოგიყვეთ რაღაცა გასაოცარი ისტორია. აი სრულებით გასაოცარი. და მინდა გითხრათ, რომ ხშირად მიწევს იმის თქმა, რომ აი ამდენი გვისაუბრე ამ წმინდანებზე. და ის რომ ერთი რო არ მეორდება ეს ერთი ისტორიები, მაგრამ თავარი სხვანაირია, რომ აი რაღაც ახალი ამბავია რა, ისეთი აი რაც აქამდე რაც არ განგვიხილავს ჩვენ და არ გვისაუბრია საერთოდ. ესე იგი მე არ მახსენდება
ასეთი შემთხვევა, როდესაც წმინდანს აქვს კადენიერება, ასეთი სასწაულქმედების უნარი მინიჭებული, რომ მიცვალებულებს ესაუბროს. აი მიცვალებულ წმინდანებს, რა თქმა უნდა, რომ მათთან შევიდეს ურთიერთობაში. აი ეს საოცრებაა, ხა, რასაც მოგიყვებით, ოღონდ ერთია რომ თავისთავად ეს არის, მაგრამ თავი ეს არ არის. თავი არის ამბავი. მოკლედ ეს ამბავი მოხდა მე-11 საუკუნის მიწურულს, მე-11, მე-12, მაგრამ მე-11 საუკუნის მიწურულს, იმიტომ რომ აი ვინც ამ სამი წმინდანის შესახებ ეს არის კიევის ქვაბთაშინა დავანებულნი, ქართულად ესეა, ანუ კიევა-პეჩორსკაია ლავრა ესე არის. პეჩორი უკრაინულად ნიშნავს პეშერე, გამოქვაბულები. აი ამ გამოქვაბულებში დავანებულები და მათი სხეულები ხა იქ არის, წმინდა ნაწილები და მათ შორის ბოლოს ვინც გარდაიცვალა, ეს იყო თეოფილე, ღირსი ბერებზეა ლაპარაკი, ეს თეოფილე გარდაიცვალა 1090 წლამდე. აი რაღაცა ესე და ისინი უფრო ადრე. ეხლა ვინ? ეს არის მარკოზ მესაფლავე, ქართულად თავისებურად ქვიათ ამათ. რუსულად თუ უკრაინულად არის გრობაკაპაწელი. ხო და იოანე, ესე იგი იოანე ღვთისათვის სათნო, ქართულ გეტყვით მათ სახელებს და თეოფილე თვალცრებლიანი. აი ამით შესახებ მინდა მოგიყვეთ. ესე იგი ეს თეოფილე, წმინდა თეოფილე და წმინდა იოანე იყვნენ ძმები, ხორციელი ძმები იყვნენ. მაგრამ ერთად მოღვაწეობდნენ ამ კიევის ქვაბთაშინა, მაგრამ მარტო ხორციელი ძმები კი არ იყვნენ, სულიერი ძმები იყვნენ და რაღაცა განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდათ ბავშვობიდან, პირდაპირ ხრმობიდან და ეს ყველაფერი ერთი ჰქონდათ, მაგალითად ერთი რამეს რო იტყო და იმ წუთშივე მეორე ეთანხმებოდა, ანუ ერთი ნება, ერთი ფიქრი და სურვილებიც ერთნაირი, აი ბავშვებში განსაკუთრებულად არის, ერთი რო იტყვის მინდა, მეორე იტყვის მეც მინდა და რაღაც, ოღონდ ეს ამათ გაყვათ დიდხანს. დიდხანს კი არა, ცხოვრების ბოლო. და ღვთის წინაშე, ანუ აი ეს მოსაგრეობის სურვილი, აი ეს მოღვაწეობის. ესეც ერთნაირი ჰქონდათ. ერთნაირი, ამიტომ ერთად წავიდნენ ამ მონასტერში, ერთად აღიკვეცდნენ და ერთად მოღვაწეობდნენ. და ესე იგი, ეხლა აქ ემატება კიდევ ერთი წმინდანი, ეს არის მარკოზი მესაფლავე. მესაფლავე კი არა, უფრო სწორედ აქ არის როგორც მოგახსენეთ გრობაკაპაწელი, ანუ საფლავების ამომთხრელი, ეს მარკოზი. მოკლედ ეს მარკოზი დაკავებული არის, მისი ძირითადი საქმიანობა მონასტერში მარკოზის. ძირითადი საქმიანობა საფლავების მომზადება. იმიტომ ეს ხო კიევის გამოქვაბულებში ქვაბთაშინა, ანუ გამოქვაბულებში არის ეს მონასტერი. და აი ამ გამოქვაბულებში ეს თხრის თუ კლეში კვეთავს საფლავებს ბერებისთვის. და ამითი არის ძირითადად დაკავებული და რა თქმა უნდა სრულიად უანგაროდ. არა მარტო მორჩილებაა ეს მისი, არამედ ეს არის მისი დიდი სურვილი, რომ აი ეს აკეთოს. და ისეთი ეხლა წინასწარ რომ გაუსროთ მოვლენებს, ესე იგი გარდა იმისა, რომ აი ამ საფლავებს ამზადებს, გარდა ამისა, ის ძალიან მკაცრად მოღვაწეობს, ბევრს მოცულობს. აი ღვთისათვის არის ფაქტობრივად შეწირული ადამიანი, ბევრს მოსაგრეობს და კიდევ ატარებს ძალიან მძიმე, მე ბევრჯერ მithქვამს, რომ ბერებს აი აქ ამ ადგილზე უკიდიათ ჯვარი, რომელიც ჯაჭვებით არის შეერთებული უკანა მხარეს ფირფიტასთან. ჯაჭვებით კი არა, საერთოდ ჯვარი და პარამანი ქვია ამას. პარამანის ჯვარი არის წინ და შეიძლება ეს ნაჭრეს იყოს, ეს პარამანი, ეს ხის და მსუბუქი იყოს რა. მოკლედ ამას ეს თამარ მარჯანიშვილს ჰქონდა სწორედ ნანახი მაქვს, ჯაჭვ რკინისგან, ჯაჭვი, ეს სქელი დიდი ჯვარი და ეს რაც სულ მუდმივად გიკეთია ამას არ იხსნი და არ არის ადვილი სატარებელი. მოკლედ ამას ძალიან მძიმე ეს ჰქონდა, ძალიან მძიმე და კიდევ რა ჰქონდა იცით?
მოღვაწეობის ფორმა მარკოს. ახლა ჩვენ სამივე წმინდა ნაწილი გვაქვს, ამიტომ და სამივე ხსენება დღეს არის. და ამიტომ ესე დაწვრილებით გიყვებით. და რა ქონდა ისეთ კიდეა მარკოს, რომ ესე იგი წყლისგან იკავებდა თავს. წყლისგან აი ესეც კი ერთ-ერთი ფორმა იყო მისი მოღვაწეობის, წყლისგან თავის შეკავება და როცა ძალიან გაუსაძლისი იყო, რაღაც სპილენძის ჯვარი ქონდა პატარა და იმაში ისხმებოდა წყალი, აი იმაში ასხამდა წყალს და იქიდან სვამდა. აი ეს რაღაცა ერთ კლუბს ალბათ თუ რაღაც მოკლედ ესე, აი ესეთი იყო ეს მარკოსი. და მოკლედ ეს მარკოსი მთელი ამ მონასტრისთვის ესამზადებდა საფლავებს. ნუ ახლა ბოლოში რომ მივალთ, მე კიდევ თავიდან გეტყვით, რომ ამან თავისი საფლავიც მოიმზადა მარკოსმა. და მოკლედ ეს ძმები ამათ ესე იგი რაღაც არჩეულებრივი აზრი მოუვიდათ თავში, რომ ერთად როგორც ერთად ცხოვრობენ, ისე ერთად უნდათ რომ დასაფლავდნენ და მივიდა ეს ორი ძმა, ესე იგი იოანე და თეოფილე უფროსია. ხო და მივიდა ეს ორი ძმა მარკოსთან და ეუბნება, რომ გაგვიმზადეს საფლავი. ჩვენ არ ვიცით როდის დაგვჭირდება ეს საფლავი, მაგრამ გვინდა რომ ჩვენ ერთი საფლავი გქონდეს. ჩვენ ორივე რომ ერთ საფლავში დაგვასაფლავო. ნუ მარკოზი თანხდება ამაზე და გამომზადებს ამათ საფლავს. შემდეგ ესეთი რამ ხდება, რომ ესე იგი ეს თეოფილე უფროსი ძმა მიემგზავრება მონასტრის საქმეებზე და შემდეგ ესე იგი რომ სანამ დაბრუნდება ეს იოანე გარდაიცვლება ძმა. იოანე გარდაიცვლება და დაასაფლავებენ. და თეოფილე რომ დაბრუნდება და რომ გაიგებს რომ მისი უმცროსი ძმა იოანე გარდაიცვალა, ნუ ჯერთი ძალიან განიცდის ამას. და აი ხა იწყება რაღაცა გასაოცარი ამბავი. ნუ აი რა ვიცი რა გითხრათ. ესე იგი მიდის საფლავის სანახავად მონასტრის ბერებთან ერთად. და რომ ნახავს, ესე იგი როგორ არიცით, ნუ აი საფლავია, ხო? ნუ ხა ჩვენ ესე იგი ესე რომ ვთქვათ მარცხნიდან მარჯვნივ, რა ვიცი ხა მე კარგად ვერ ხვდები როგორ გაიმასქნა ეს ესე იგი, მაგრამ ნუ პირველი სადაც უნდა დასაფლავდეს. იქ არის ჩაწვენილი ეს იოანე. და გამოდის რომ პირველი იქნება იოანე ჩაწოლილი და მერე იქნება ეს რომ გარდაიცვლება. ხო და ნუ ეს უფროსი ძმა იყო და ამას არ ვიცი წუხარებისგან იყო ეს თუ მერე როგორ ცირკვა ამ მარკოსთან ქონდა რაღაცა შინაგანი წინააღმდეგობა თუ მოკლედ დაემართება საერთოდ ეს გონების აშლა თუ რაღაცა გადაირევა და დაიწყებს ყვირილს. ეუბნება ამ იოანეს, მარკოს ეუბნება რომ ეს რა გიქნია შენ? როგორ გაბედე და იოანე როგორ ჩააწვინე ჩემ ადგილას? მე უფროსი ძმა ვარ და ჯერ მე უნდა ჩავწვე ამ საფლავში და მერე იოანე უნდა ჩაწვეს. და ეს შენ კიდე ადექიდე ჩემ ადგილას დააწვინე. და მოკლედ ეს ისეთ დღეში ჩავარდება, ისეთ მრისხანებაში ამის გამო, რომ ეს იოანეს მარკოზის საოცრებას გააკეთებს. ძალიან თავდაბლად მარკოზი ეუბნება, რომ შემინდე ძმაო, შემინდე, შევცდი, მაპატიე და გამოვასწორებ მე ამას. და ესე ხა უყურებს როგორ გამოვასწორებს ხოს დასაფლავებული უკვე და რასაკეთებს იცით? ეს ეუბნება ამ იოანეს გარდაცვალ, ძმების თანდასწრები. ეუბნება რომ ძმაო, ყავი სიყვარული, გამოაჩინე შენი სიყვარული ეხლა და ესე იგი გამოასწორე ჩემი შეცდომა. და თუ შეიძლება გადაწექი მარჯვენა მხარეს. ხო და საოცრება ის არის რომ ეს გაჩოჩდება ეს იოანე. ეს გაჩოჩდება და ხო და ესენი ისეთ მაშინ ნუ შოკია ხა წარმოიდგინეთ, ხო? და ეს ისეთ სინანულში ჩავარდება ეს თეოფილე რომ ჩავარდება ფეხებში ამ მარკოს და ეტყვის რომ ძმაო შემინდე ეს რა გავაკეთე, ეს რა სისულელე გავაკეთე, ეს როგორ შეიძლება და როგორ დამემართა ესეთი რამე და
ხო და უთხარი ივანეს უთხარი ისე თავის ადგილზე დაბრუნდეს. ხო და აქ შევჩერდები ცოტა ხანი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და ორივე სიტყვით ახლა ძალიან გასაკვირი რო არ იყოს, თუმცა უფრო გასაკვირი ამბები უნდა მოგიყვებით მარკოზის შესახებ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მარკოსმა მიცვალებულზე ასეთი ზემოქმედება მოახდინა. და ეხლა მოგიყვებით, ორი შემთხვევა უნდა მოგიყვეთ, ხო გეუბნით, რადგან მარკოსის წმინდა ნაწილებით გაგვაჩნია, დროებით ეს მარკოსის, იონეს და თეოფილეს ამბავი შევაჩეროთ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ წინასწარ გავამძაფრო ცოტათი, რომ ის არ იყოს სწორი. თეოფილეს ხვდა ნებისმიერ შემთხვევაში არ იყოს სწორი, მაგრამ არ იყოს სწორი ასევე კანონიკურად, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ თეოფილე უფროსი ძმა არის, მიუხედავად იმისა, რადგან იოანე პირველი გარდაიცვალა, ღვთის წინაშე უპირატესი იოანე ხდება, ანუ რას თვალსაზრისით, რომ როდესაც თეოფილე გარდაიცვლება და ბერების მოხსენება იქნება, აუცილებლად ჯერ იოანეს მოიხსენებენ და მერე თეოფილეს. ნუ ესეთი წესია ეკლესიაში რა. მაგალითად იგივე ბერები ვთქვათ, ხო? შეიძლება ერთი არქიმანდრიტი იყოს და შეიძლება ის უბრალოდ უდემონაზონი იყოს, მაგრამ თუ ორივე აკურთხეს ეპისკოპოსად და თუ უდემონაზონი აკურთხეს პირველი და მერე აკურთხეს ის არქიმანდრიტი ამის შემდეგ იქნება რიგით. ნუ ეს წესია ეგეთი რიგი რო დაცული იყოს რა. მოკლედ რიგით იოანე უპირატესი გახდა თეოფილესზე. ხო და არ ვიცი ამანაც მოკლედ არ ვიცი გავგებარი რაღაცა, იმიტომ ხა თეოფილეს რა დაემართა მერე მოგიყვებით. მოკლედ ესე იგი ეს ანტონის ახლომღვიმეებში და არიან დასაფლავებულები და ესე იგი ეხლა გიყვებით მარკოზის შესახებ. ერთხელ ასეთი რაღაც, ანუ ეს ორი შემთხვევა უნდა მოგიყვეთ, მანამდე რა შემთხვევები იყო ცნობილია მარკოზისგან. მოკლედ ეს მარკოზი, ხო გითხარით, მარკოზი, ეს წმინდა მამა მარკოზი იყო ძალიან თავდადებული ადამიანი და ბოლომდე შრომობდა ყველაფერს და ერთხელაც თხრის საფლავს არ იცის ისთვის, უბრალოდ ეს მისი მორჩილება და აკეთებს მოკლედ თხრის და ანგრევს ამ ქვაბულის კედელს, რომ მოკლედ შეიძლებაოდეს დასაფლავება და ძალიან სუდად გახდა, ძალიან დაიღალა და შეჩერდა და რაღაცა მოკლედ ნახევრად გამოკვეთა ეს საფლავი. ამასობაში ბერი გარდაიცვალა. და მოკლედ უთხრეს, რომ სხვა ადგილი არ არის, იმ წუთას არ აღმოჩნდა კიდევ ადგილი და გადაწყდა, რომ აქ უნდა დაასაფლავონ. ამათ არ იციან ბერება, მონასტრის ბერებმა, რომ ეს მარკოზი დაღლილია და ბოლომდე ვერ გათხარა და იციან, რომ საფლავი არსებობს. მოკლედ გადაწყვიტეს და იმავე დღეს საერთოდ ეს ძველი წესი არის, რომ გარდაიცვლება ბერი იმავე დღეს ასაფლავებენ და არაცადეს მოკლედ ამ მარკოს მეორე დღეს, რომ საფლავი გაეფართოვებინა და რომ მიიყვანეს ეს ბერი დასასაფლავებლად, ხედავენ, რომ ძალიან ვიწროა რა, რაღაცნაირად ისეთი და ძლივს მოკლედ რაც გვერდულად, ეხლა ესე ვერ მოგიყვებით, კარგად, ჩემი თვალით ეს არ მინახავს, თუმცა არ გამოვრიცხა, მე არ ვიცი, შეიძლება არის ეს საფლავიც, მარკოზის მიერ გათხრილი საფლავის დარჩენილი, ისე როგორც მაშინდელი. ანუ ნახვა შეიძლება ალბათ. ხო და მოკლედ ესე იგი ჩააწვინეს რაღაცაით, მაგრამ ისე იწვალეს ამ ჩაწვენაში, ხა ეს მიცვალებულის დასაფლავება, ადვილი საქმე არ არის, თითქოს ესე იგი ხა ამოჭრიან მიწას, კუბოში ჩადებს, ერთი მოთ კუბოში არ აწვენენ ბერებს. და მეორეც ერთი, მოკლედ არ ვიცი ხა ეს სიღრმეში დაასაფლავეს, მოკლედ რო ჩააწვინეს ეს, თუ კედელში შეასვენეს, მოკლედ რო ჩაასვენეს, ჩავიდა ეს ბოლომდე მიცვალებული, ვეღარ ეხებიან. ანუ გასწორება ხო უნდა გაასწორო მიცვალებული, ხა კუბოს რო ჩადებ, იქ ასწორებენ ხოლმე და რაღაც, ხო? მიცვალებული უნდა გაასწორო, გადააფარო და ზეთი უნდა დაასყარას თავარი. და ამას ვერ ახერხებენ და დაიწყეს ამ ბერებად რტვინვა. რომ ეს რა გიქნია შენ, ეს რა საფლავი გაგითხრია, კაცო. აქ როგორ შეიძლება ადამიანის დასაფლავება და მოკლედ ეს რაკნას ამ მარკოსმა და ძმებო, მამებო, შემინდეთ. ძალიან სუდად ვიყავი, ავად ვიყავი და ესეც რო გავთხარ, ესეც ვერ უბრალოდ ფიზიკურად ვერ შევძელი და შენდობას გთხოვთ რა. რა შენდობა, რა მიცვალებულს, რა ეშველება, რა როგორ და აი აქ მოახდინა მან ეს პირველი სასწაული თავისი. და ეუბნება, ძმაო,
იმას ეუბნება დასაფლავი მიცვალებულს. ძმაო, შემინდა რომ ესეთი საფლავი გავთხარე. და თუ შეიძლება კეთილი ინებე და შენ თვითონ შეგასწორდი საფლავში და ზეთს მოგაწოდით და ეს ზეთი შენ თვითონ დაისხი. და მიცვალებულმა გამოიშვირა ხელი ბერმა. ესენი გაოკნებულები უყურებენ. გამოიშვირა ხელი, გამოართვა ზეთი, ჯვრის სახით გადაისხა ეს ზეთი ზემოდან. შემდეგ გაისწორა ეს ყველაფერი, გადაბრუნდა და მოკლედ ესე განისვენა საუკუნოდ და ეს ბერები, ნუ ახლა წარმოიდგინეთ რა, პირველად ნახეს თავის თვალით ესეთი საოცარი რაღაცა და ესე გაიგეს რომ მარკოს აქვს მინიჭებული ეს მადლი მიცვალებულებთან ურთიერთობის. და შემდეგ ესე იგი მეორე ამბავი უნდა მოგიყვეთ კიდე ერთი წუთით. მეორე ამბავი უნდა მოგიყვეთ ამ მარკოსთან დაკავშირებით, ისევ იგივე ვითარება არის საფლავს თხრის და გარდაიცვალა ბერი. გარდაიცვალა ბერი და თან იუმორია ამ ყველაფერში, მაგრამ თან ახლა არ არის ასოციალო თემა. მოკლედ ბერი გარდაიცვალა და მისი მეგობარი ბერი, ვინც არის მისი ყველაზე ახლობელი, მოკლედ ის ავიდა მარკოსთან რომ გაარკვიოს ახლა საფლავის ამბავი როგორ არის, არის თუ არა გამოთხრილი. მოკლედ რომ მივიდა ეს მარკოზი თხრის საფლავს და მოკლედ ეუბნება მარკოს რომ ეს ბერი გარდაიცვალაო ეს ჩვენი ძმაო და მეო ჩემი მოკლედ გარდაიცვალა და დასაფლავება გვინდა დღესვეო და ეს მარკოზი ეუბნება რომ იცი რა დღეს არ გამოვაო მაგის დასაფლავებაო დღეს არ გამოვაო იმიტომ რომ არ არისო მზათო ესო თხრიო ეხაო და ну ალბათ ხვალამდე ვერ მორჩებიო ამ საქმესო რა. ხო და უთხარიო იმას. მიცვალებულს უთხარიო რომ დღეს არ მოგტესო და ხვალ მოგტესო უთხარი. ეს ახლა ცოტა დაიბელა. რასაბო? ჩემი ხელით შეულიო იმას ქენიო მის განბანეო და გამომზადეო და მოკლედ ნამდვილად გარდაცვლილიაო რა და რას რა უთხრა რა ხვალ მოგტესო რა ეს მელაპარაკებიო უთხრა და ეს ძალიან სერიოზული სახით ეუბნებს მარკოზი რომ მე შენ ლოცვა კურთხევას გაძლევო აი გავალებო პირდაპირ წადიო ეხლაო შედიო და მიცვალებულს უთხარიო რომ მარკოზმა ცოდვილმა მარკოზმა შემოგითვალაო რომ დღეს არ არის საშუალება შენი დასაფლავების როგორც მოგახსენეთ იმავე დღეს უნდა დასაფლავო ხო და დღეს არ არის შენი დასაფლავების საშუალებაო და ხვალამდე მოიცადეო რა და ხვალ მიხვალ შენს უფალ იესო ქრისტესთან ვისთანაც ესე ძალიან გინდა მისვლაო ეს იმდენად გაოგნდა რომ წავიდა ამ დავალების შესასრულებლად რომ შევიდა მიცვალებულთან მთელი მონასტრის ძმობა დგას და წესის აგება სრულდება რა წესუგება მიცვალებულია რა და ეს მივიდა მიცვალებულთან და ეუბნება რომ ძმაო მარკოსმა შემოგითვალაო რომ დღეს ნუ მოვტებიო ერთი დღე დაიცადე და ხვალ გარდაიცვალეო რა ეს ძმებიც როგორ უყურებენ ხო წარმოგიდგენთ ეს სიტუაცია ნუ უბრალოდ რა და უცებ ამან გაახილა თვალი. მიცვალებულა. გაახილა ესე კუბოში თვალი. და ოღონდ არ ინცრეო, ხმას არ იღებს. და ხედავ რომ ცოცხალია რა. და ნუ გაჩერდნენ რა თქმა უნდა ეს წესი აგება ყველაფერი რაღაც ესე და ეს მთელი ღამე ეს მიცვალებულები, ნუ როგორც მიცვალებული რა ეს ვინც გარდაიცვალა, ღია თვალებით იწვა. მთელი ღამე და დილით როდესაც ეს მივიდა მარკოსთან ეს ბერი მისი მეგობარი მარკოსმა უთხრა რომ ესე გადაეციო რომ შეუძლიაო რომ მიაბაროს სული უფალსო წავიდეს უფალთან თავის საყვარელ იესო ქრისტესთანო და განისვენოს სამარადისად და რომ მივიდა ეს დაბრუნდა ეს ბერი ეს სიტყვები გადასცა და იმან დახვეჭა თვალები და უკვე საბოლოოდ გარდაიცვალა ნუ დაასაფლავეს რა თქმა უნდა ხო და ეხლა უნდა გავაგრძელო ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი უნდა მოგიყვეთ.
აი ქარის არა მარტო ამბავი, არამედ რაღაც საოცარი სწავლება და აი ხა ეს ამბავი ცხოვრած მოგიყევით, მე ასეთი მსგავსი არაფერი მომიყოლია, მაგრამ ის რაც ახლა უნდა მოგიყვეთ, ესეც არის რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი, ესე იგი შემურჩენილი არის აი ამ კიევის ქვაბთა, კიევის ქვაბთა, ესე იგი პატერიკი ესე ქვია, კიევის ქვაბთა პატერიკი, აი ამ პატერიკში არის ეს ამბები აღწერილი. და მოკლედ, როდესაც ეს ახლა ჩვენ დავბრუნდეთ ისე თეოფილესთან და ივანესთან, ეს მიცვალებული რომ გადაჩოჩდა, მოკლედ ეს ჩავარდა როგორც მოგახსენეთ ფეხებში. და ეუნება რომ შემინდე და უთხარი რომ დაბრუნდეს თავის ადგილას, გოსმოეგო რა. და ეხლა ნახეთ რა ხდება. მარკოზი ეუნება ესეთ რამეს რომ იცი რა ეს უფალმა შეხوار გონია რომ ეს მე გავაკეთე. ეს უფალმა გააკეთა. უფალმა დაუშვა ესეთი რა. უფალმა გააკეთა, იმიტომ რომ ჩვენ შორის არ ყოფილიყო მტრობა, ჩემს და შენს შორის. მარკოზი ეუნება თეოფილეს. იმიტომ რომ ეს რო არ მომختارიყო და ესე დარჩენილიყო ეს, შენ სულ მთელი ცხოვრება ხინჯი გექნებოდა გულში და ისევ ჩემზე იქნებოდი გაბრაზებული. და ამიტომ უფალმა ეს სასწაული მოგიხდინა და უსულოს ხეულმაც კი შენს მიმართ გამოიჩინა სიყვარული, შენმა ძმამ. და დაგითმო ეს უფროსობა. ანუ შენ კი იყავი უფროსი ძმა ცხოვრებაში, მაგრამ ის რადგან შენზე ადრე გარდაიცვალა, ის გახდა ეხლა უფროსი ძმა სინამდვილეში. სხვათა შორის ერთმა ადამიანმა მითხრა საოცარი არ ვიცი ეს ახლა ამასთან პირდაპირ არ თორე კავშირში, ეს იყო ბატონი გურამ დოჩანაშვილი. ნუ ძალიან ძიმედ განიცადა თავისი შვილის გარდაცვალება ვაჟის. ნუ აი რაღაც ვერ გამოდიოდა მდგომარეობიდან საერთოდ. და მეც გქონდა ამ დროს მასთან შეხება ურთიერთობა. ერთხელ მოდის და მეუნება რომ იცით რას მივხვდიო? ჩვენო დაანჩეთ ამბავი რა. ჩვენო ადგილები გავცვალეთ მე და ჩემო შვილო. მე მივხვდი რომ ეხა ის გახდა ჩემი მამა. და მე გავხდი მისი შვილი. ეს აქ ნათქვამი გურამ დოჩანაშვილს. ეხა ხო ეს გურამ დოჩანაშვილი უნდა იყო რომ ესეთი ხედვა გქონდეს რა. აი ესეთი განცდა გაუჩნდა მას. ხო და აქაც ესე არის რა. რომ ეს იყო უფროსი ძმა, იმიტომ რაღაცაით გაბრაზდა და თეოფილე გახდა, ესე იგი შემდეგ ივანე გახდა უფროსი, რადგან უფრო ადრე გარდაიცვალა და ეს ეუნება ეს მარკოზი რომ აი შენმა ძმამ ივანემ უფროსობა დაგითმო ისევ შენ. და მე ვიფიქრეო თავიდან, ეხა ეს საერთოდ ისეთ მისტიკაში გადავდა, მისტიკაა ისედაც, მაგრამ ნახეთ ახლა ეს რას ეუბნება. მე ვიფიქრეო, რომ შენო აქედან გაუსვლელათო, იმ გამოქვაბულიდან გამოუსვლელათო, ესე იგი, რომ ესე იგი ეს ხო ღვთის ღმერთშემოსილი მამა ეს მარკოზი, ხო უკვე ცხადია. ხო და მე ვიფიქრე, რომ შენ აქვე ჯობდა რომ გარდაცვლილიყავიო და აქვე დამესაფლავებინი გამოქვაბულიდან გაუსვლელად. რადგან ესე მოიქეცი, რომ ეს როგორც აჯელი შენთვის გარდაცვალება ესე ყოფილიყო. მაგრამ მე ვიფიქრეო ესეთი რამეო, რომ შენი გარდაცვალება ადრეო, რომ არ ახარ მზად სიკვდილისთვის. აი რადგან ესეთი ის გამოავლინა და რაღაც, ხო? არ ახარო მზადო სიკვდილისთვის და ამიტომ ღმერთს ხოვეო, რომ შენთვის დრო მოეცაო. დრო მოეცა შენთვის, რომ შეინანო შენი ცოდვები. და ამიტომ ღმერთმა მოგიხდონა, ესე იგი, ეს თუ იძახი რომ უფროსი ვარ, აქვე ჩაწოლილიყავი შენ სოფლავშიო რა, მაგრამ არა. და მალე მოგიყვანენ, მალე მოიტანენ შენს ხელს დასასაფლავებლად. და ეს დრო მე გამოვითხოვე შენთვის. აი ესეთ რამეს ეუბნება. შენც მალე მოხვალ და მალე დასაფლავდები აქ. და რაც შეეხება, რაც შენ მითხარი იმას, ეხლა რომ უკან დაბრუნდეს ის,
მიცვალებულების გაცოცხლება ჩემი საქმე არ არის. ეს უფლის ხელშია. უფალმა შეუძლია აღადგინოს მკვდარი, ხო? გააცოცხლოს. უფალსა აქვს ეს კადნიერება. ეხლა მე რო კიდე იმისთვის მეთქვა, რომ ადე კიდე ისევ გადაწექი, გამოდის რომ მე გავაცოცხლე ეს ადამიანი. და მე არა მაქვს ამის კადნიერება ღვთის წინაშე და არ შემიძლია. არა მაქვს ამის ის. და ეს რაც მოხდა უკვე რომ ეს გადაწვა, ეს სხვა რამის გამო მოხდა. რომ ამ მიცვალებულმა იოანემ ვერ მოითფინა შენი საქციელი. რომ მე მომაყენე შეურაცხყოფა. და ეს საყვედურები, სრულები დაუმსახურებელი, რაშუაში ვიყავ, გარდაიცვალა და დავასაფლავე. და აი ამ შენმა ძმამ ეს ვერ მოითფინა და იმისათვის რომ შენ შთაგაგონოს და ორი ფიქრები გაგიჩინოს თავში, ადგა და გადაწვა. თვითონ გააკეთა ეს, მე არაფერ შუაში არა. ამიტომ მხოლოდ ღმერთ შეუძლია მიცვალებულის რადგან გაცოცხლება, მე ვერ ვეტყვი ადექი და გადაწექი უკან. ეხლა შენ გამოიჩინე შენი სულიერება და შენ იღვაწე ისე და შენ მოიხვეჭე ეს მადლი სულისა წმინდისა ისე რომ შენ მოხვიდე და უთხრა თუ შენ მაინდა-მაინც შენ გინდა რომ შენი ძმა გადაწვეს აი შენ დაიმსახურე ღვთის წინაშე ესეთი მადლი და მოდი და უთხარე და შენ უთხარე რომ გადაწვეს აი ესეთ რამეს ეუბნება მოკლედ ეს მოისმინა ამ თეოფილემ და ეხლა როგორი მოსასმენია ხო აი პირდაპირ დიაგნოზ გისვამენ რა და ნუ ძალიან ესე იგი რა გითხრათ აი თავზარი დაეცა ეგ უნდა რომ მოკვდებოდა უნდა რომ მოკვდებოდა და თავის სენაკამდე ვერ მიაღწევდა და ნუ მოკლედ აი რის ვაი ვაგლახით წამოვიდა და მივიდა დაბრუნდა თავის სენაკში და ესე იგი დაიწყო ტირილი ნუ ერეხა მე რო თქვენ გიყვებით მე თვითონაც ვერ ვიყავ მაცრემლებს ხო და თქვენც იმ ალბათ ამა დაიწყო ტირილი ნუ აი ვერ ჩერდება სულ ტირის და ბოლოს ესე იგი ნუ ესე იგი ეს ტირილი ხო დაიწყო ეგერთი და ამიტომ ცრემლიანი თვალცრემლიანი იმიტომ ქვია მას ხო და ესე იგი რაც ქონდა ყველაფერი გასცა ყველაფერი დაარიგა მარტო თავის რაცაც ეს ნასაცმელი და მანტია სასკამი დაიტოვა მეტი არაფერი და ყოველ დღე თავის თავს ეუბნებოდა ან ვინმე რომ მოვიდო და მისთან სანახავად მასთან გაცრავთ მასთან სანახავად რომ მოდიოდა ყველას ეუბნებოდა რომ მე არ ვიცი საღამომდე და ყოველ წუთას ელოდებოდა საღამომდე გავატან თუ არა და რო წვებოდა დასაძინებლად ნუ ხა ცოტა ეძინა მაგრამ ხო ეძინა და ამბობდა დილამდე მე გავატან თუ არა არ ვიცი და ესე იგი იმდენი იტირა სულ ტირობდა როგორც მოგახსენეთ და აი ამ ტირილისგან დაბრმავდა და გავიდა რამდენიმე წელიწადი ასეთნაირად აი ტირის გაუთავებლად და დაბრმავდა და ავიდა რაღაცა დრო რამდენიმე წელი როგორც მოგახსენეთ და მარკოზი ესე იგი მარკოზს გაეუწყა მისი გარდაცვალების დღე რომ მალე უნდა გარდაიცვალოს და მოიხმო ეს თეოფილე უკვე ლოგინც არის მიჯაჭული ეს მარკოზი მოიხმო და ეუბნება ძმაო თეოფილე შემინდე რომ მე შენ ესე დაგამწუხრე მთელი ცხოვრება რა ფაქტიურად მე მივდივარ ამ ქვეყნიდან და ილოცე ჩემთვის ჩემი ცოდვილი სულისათვის და თუ მე მივიღე ღვთის წინაშე ესეთი კადნიერება რომ ცხონდი
და თუ მექნა ამისი უფლება, მე ვილოცებ შენთვის არ დაგივიწყებ არავითარ შემთხვევაში. და იმედი მექნება და ვილოცებ რომ მე და შენ ერთად ეს არის ანტონი და თეოდოსი გვისაუბრე ამ შესახებ კიევის ქოთა მღვიმეების მონასტრის დამაარსებლები რომ ჩვენ წარვდგეთ ერთად მე და შენ ანტონისა და თეოდოსისთან. ეხლა ამან უტპასუხა ესეთი რამე რომ მამაო მარკოს როგორ შეიძლება ჩემი დატოვება როგორ შეიძლება აქ ან წამიყვანე თან რომ მე ჩვენთან ერთად გარდავიცვალო ან მომანიჭე სინათლე თვალთა სინათლე დამებრუნე მხედველობა იმიტომ რომ ამან მიიღო ეს მორჩილებით ყველაფერი და როგორც მოგახსენეთ ეს დაკარგა მხედველობა რა ხო და დამიბრუნე ეს მხედველობა ეხლა ეს ასე უნება მარკოსი რომ ნუ ხარ წუხარე ძმაო შენ მართალია თვალებით დაბრმავდი ხორცელი თვალებით ღვთის გულისათვის მაგრამ სამაგიეროდ სულიერი თვალი გაქვს გახსნილი და ესე იგი შენ გაიაზრე ფაქტიურად თელი შენი არსებობა მე წუხარ ძალიან იმის გამო რომ მე მივიღე ამაში მონაწილეობა შენს დაბრმავებაში იმიტომ რომ მე შენ გამოგიცხადე ღვთის ნება შენი მალე გარდაცვალების შესახებ ანუ აი მალე ნუ კი გავიდა რამდენიმე წელი მაგრამ ეს რამდენიმე წელიც ახლა მალეა ახლა ზოგი 100 წელი ცხოვრობს ხო და გამოუცხადა ეს რომ გამოგიცხადე მე მივიღე მონაწილეობა შენს დაბრმავებაში იმიტომ რომ მე ვიცოდი რაც მოყვებოდა ამას მაგრამ მე მინდოდა შენი სულისათვის სარგებელი მომეტანა და ამიტომ ვარ მონაწილე შენი დაბრმავების და შენ ესე იგი ეს შენი ქედმაღლობა რაც გაგაჩნდა ამის გამო შეგეცვალა თამდაბლობით და სული გული დამდაბლებული და ეს არის ფსალმუნებიდან 50 ფსალმუნიდან სიტყვები გული დამდაბლებული ღმერთთან არა შეურაცხოს და ამიტომ ეს შენი სულისთვის კარგი იყო და ეხა თეოფილე უნება მე ვიცი რომ ეს ჩემი ცოდვებისთვის არის ეს ყველაფერი და მე ვიცი რომ მაშინ მე უნდა მოვკვდარიყავე მე გამოქვაბულში და შენ წინაშე უსულმო დავარდნილიყავე და შენ მე მომანიჭე სიცოცხლე და შენ ელოდებოდი ჩემს მონანიებას ჩემს სინანულს და ახლა კი მე აი ზუსტად ამას გთხოვ რომ თუ შეიძლება აი მაშინ ხო უნდა მოვკვდარიყავი ეხლა მოვკვდები თუ შეიძლება და ან თუ არა და დამებრუნე ჩემი მხედველობა ეს ხედველობა რა შეგვიძლია კარგად მე ვხვდები ახლა მაგრამ ეხლა გამოჩნდება ნახეთ ეს მარკოზე უნება ახლა იცი რა არ არის არავითარი აუცილებლობა იმაში რომ შენ ეს მცირე ესე იგი რაღაცა ხანმოკლე სინათლე იხილო მიწიერი არავითარი აუცილებლობა არ არის შენ ჯობია უფალს შეევედრო რომ ღირსი გაგხადოს უფლის დიდების ხილვის აი ეს დაინახო ის არ დაინახო რაც ახლა ხდება ეს არაფერი არ არის უფლის დიდება რო დაინახო აი ეს თხოვე უფალს და რაც შეეხება სიკვდილს ნუ ინატრებ ამ სიკვდილს ის შენ რომ წარგინდოდეს მაინც მოვა არაფერი სათხოვნელი ამაში არ არის რომ ახლა მოვკვდები აბა რასისა და აი შენ ესე იგი ღმერთი მოგანიჭებს ნიშანს შენი სიკვდილი რომ მოახლოვდება 3 დღით ადრე შენი თვალები დაინახავს ესე იგი შენ ილოცე ღვთის წინაშე რომ უფლის დიდება დაგანახოს და გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე შენ ისევ ჩვეულებრივად დაგიბრუნდება მხედველობა. აი ეს იქნება ნიშანი. და
ამის შემდეგ შენ გარდაიცვლები, წახვალ და იხილა ღვთაებრივ სინათლეს და ღვთაებრივ დიდებას და ამითი გარდაიცვალა მოკლედ ეს მარკოსი და დაასაფლავეს, როგორც მოგახსენეთ, მას თვითონ ჰქონდა თავის საფლავი გამზადებული და ესე იგი დაასაფლავეს. აი ამის შემდეგ მოხდა კიდევ ესეთი რამ. აი თითქოს ხო უნდა დამთავრდეს ახლა ეს ისტორია, ხო? ხელა ამბავი მოხდა რა. და არა, კიდე არა ბოლომდე, ნახეთ. ამ მარკოზის გარდაცვალების შემდეგ ამან თეოფილემ მოკლედ რაღაც ქოთანი დაიდგა, ქოთანი, არ ვიცი, აწერია რისი ქოთანი იყო, მნიშვნელობა აქვს, ნახეთ. ქოთანი დაიდგა და რო ლოცულობდა, ყოველდღე ხოტიროდა ეს ცრემლის ნაკადი გაუორმაგდა მარკოზის გარდაცვალების შემდეგ. მეტი და მეტი ცრემლი მოდის და ქოთანი უდგას და აი ქოთანში აგროვებს ამ ცრემლებს. და გავიდა რამდენიმე წელი კიდე და ეს ქოთანი გაივსო. ეს ქოთანი გაივსო და ამან უკვე იგრძნო რომ ესე იგი რომ მოახლოვებული არის მისი გარდაცვალება. თუ სავსეა ეს ქოთანი. და ესეთი საოცარი რაღაცა მოხდა. მას უეცრად გამოეცხადა ანგელოზი. გამოეცხადა ანგელოზი და ესე იგი ელაპარაკება. ესეთ რამეს ეუბნება. ძალიან კარგია, სწორად იცხოვრე და ერთი წუთით ღმერთს სათნო იყო შენი ცხოვრება, ანგელოზი უნება. და სწორად ცხოვრობ, მაგრამ ერთი რამე არის კიდევ არის რაღაცა გაუგებარი შენს პიროვნებაში. ამითი ამ ესე იგი ამაოების ცრემლებით ამაყობა სიამაყე რა საჭიროა. რატო დაიწყე ამ ცრემლების შეგროვება, რომ რა გინდა ხა? ამითი თქვა, რომ აი ესეთი ბევრი იტირე და ამდენი ცრემლი მოაგროვე. და რო იცოდე, რომ ღმერთი არაფერს არ გიკარგავს, აი შენ მეორე ქოთანი. და ესე იგი ეს არის სურნელებით აღსავსე. და მართლაც ესე იგი მე ბოლოს როგორც ირკვევა, მე რაღაც მირონი თუ რაღაც მოცემულოვანი ზეთი იყო ამ ქოთანში. აი ეს არის სავსე იმ შენი ცრემლებით, რომლებიც კი არ ჩაიყვარა ამ შენ პირველ ქოთანში. არამედ შენი გულიდან მოდიოდა. შენ ხშირად ხელით იწმინდავდი ამას, ან სახელოთ იწმინდავდი, ან ხშირად მიწაზე ეწვეთებოდა. აი იმ ცრემლებს მევაგროვებდი. ეს ანგელოზი ეუბნება. და აი ამ ქოთანში ვაგროვდი, ეს ქოთანი უფრო დიდია. და საოცარი კეთილსურნელება აქვს, ესე იგი ამას. ხო, აი ეს ქოთანი გამოგიგზავნა ღმერთმა. და აი მის შემდეგ მას აეხილა თვალი და მართლაც 3 დღის მერე გარდაიცვალა. და ანგელოზმა უთხრა, რომ შენ უფალთან წამოხვალ, უფალი მიგიღებ შენ. შეინახე ეს ჭურჭელი და უფალი მიგიღებს და ეხლა კი მინდა გითხრა, ანგელოზი, წასვლამდე რომ შენ მალე უფალთან იქნები, რამე თუ დაეუნება სახარებისეულ სიტყვას. ნეტარიყვნენ გლოვარენი გულითა, რამე თუ იგინი უგეშინის სემულ იქმნენ. აი ამ თეოფილეზე ახსოვდა პირდაპირ ეს სიტყვები. და ეს არის მათი სახარებიდან, მეხუთე თავის მეოთხე მუხლი და ანგელოზი გაქრა. ამის შემდეგ ხა მთავარი ამბავი ეს არის, რომ დაასაფლავეს. სხვათა შორის იქაც იგივე სასწაული მოხდა. ამან გამოიშვირა ხელი მიცვალებულმა და აიღო და ეს მეორე ქოთნიდან ეს მირონი გადაისხა და ჯვრის სახით და შეიზილა და თვითონ საკუთარი თავი მოკლედ საფლავში გასწორდა და ესე განისვენა საუკუნოდ. მე შემიძლია ხა გაჩვენო
თქვენ ერთის ხრი აი ეს ნუ არაფერი ხა გამოსახულებები კი არის მაგრამ გვიანდელია და არა ინფორმაციული აი ეს არის ალბათ ყველაზე ძველი მინიატურა აი ამ სამივე მარკოზი იოანესი და თეოფილესი და აი აქ არის კიდევ ფოტო ამათი აი ესე განისვენებენ დღეს ეს ალბათ ვეღარ დავადგინე ეს ალბათ ძმები არიან იოანე და თეოფილე ერთად წვანან და ეს კიევის კოპტაბემეში და ეხლა უნდა გაჩვენოთ მე თქვენ ეხლა უნდა გაჩვენოთ აი სად არის მათი წმინდა ნაწილები ამ დროს ჩამოვხსნე ეხლა მძიმეა ძალიან და აი აქ არის ეხლა ესაც მივიტანე სინათლე აი აქ არის აი ეს მარკოზი შემდეგ იოანე და აქეთ არის თეოფილე თუ სხვა დღესაც არის მისი ხსენება ეს არის 24 ოქტომბერსაც არის და აი ესე იგი 29 დეკემბერი ეს არის მათი ხსენების დღე და ნუ ამითი ფაქტიურად გამანდელი დღის შესახებ დავამთავრებ თუმცა საუბარს ვერ დავამთავრებ მაინც იმიტომ რომ ხვალინდელი დღის შესახებ უნდა მოგიყვეთ ოღონდ ხვალინდელი დღე ძალიან უხვი არის ამ წმინდანებით და მე გადავდივარ ესე იგი ახლა მოგახსენებთ გადავდივარ 30 დეკემბერზე ეს არის 12 იანვარი საეკლესიო კალენდრით ეს არის 30 დეკემბერი და ესე იგი ორი რამ არის ამ დღეში ამ ერთ დღეში ერთი არის ის რომ ეს არის კვირა შემდგომად შობისა შობის დღესასწაულით კარგად ვერ მოგილოცეთ და გილოცავთ ბრალს და ეს არის ბედნიერი ყოფილიყოს სრულიად საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსათვის ეს შობის დღესასწაული და მოკლედ ეს არის კვირა ესე არის ესე იგი რომ შობა რომელ დღეს დაემთხვევა ყოველ წელს სხვადასხვა არის მაგრამ შობის შემდეგი კვირა რიცხვი მოძრაობს ესე იგი ეხლა წელს არის ეს 30 დეკემბერი მაგრამ ამ დღეს რიცხვი არ აქვს ეს არის შობის შემდგომი კვირა როდესაც ეკლესია მოიხსენებს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ხორციელ ნათესავებს და უპირველეს ყოვლისა სამს ძველი აღთქმის წმინდანებს რომელთაგან ერთი უკვე ახალი აღთქმისაც არის ესე იგი ეს არის პირველ რიგში დავით მეფე რომელსაც უფლის მამა ეწოდა მეფსალმუნე შემდეგ ეს არის იოსებ დამწინდველი რომელსაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩააბარეს და ეს არის იაკობი ძმა უფლისა ხორციელად ძმა უფლისა მის შესახებ ჩვენ გვისაუბრე ეს არის 196 საუბარი რაც შეეხება დავით მეფეს და იოსებ დამწინდველს კიდევ ერთი საუბარი იქნება ცოტა ხნის მერე დღესვე გამოქვეყნდება ეს საუბარი მოგიყვებით ამათ შესახებ ეს კიდევ დიდი თემაა ძალიან დიდი საუბარი იქნება და მოკლედ ეს ცალკე რაც შეეხება დღევანდელ წმინდანებს კიდევ დღეს არის ხსენება დანიელ პერესლავლელის უკვე რიცხვის მიხედვით მეოთხე საუბარია და ამიტომ დანიელზე აღარ შევჩერდები და გადავდივარ ახლა მე უკვე იმაზე ვიზეც უნდა მოგიყვეთ ეს არის აი ეს 30 დეკემბრის წმინდანები და პირველ რიგში ეს არის წმინდა მოციქული 330-თაგანი ტიმონი და აი ამ ტიმონის შესახებ ეხლა რასაც მოგიყვებით ნუ ძალიან ბევრი აღარ არის მოკლედ მოსაყოლი თითოეულ წმინდანზე ვიზეც მოგიყვებით ეხლა მეთქვა რაც შეეხება ტიმონს ეს არის მოციქული 330-თაგანი და ბოსტრიის ეპისკოპოსი ესე ქვია ეხლა ამ ბოსტრიაზეც გეტყვით ეს რას ნიშნავს ნუ ჩვენ გქონდა ამ დღის შესახებაც გქონდა საუბარი ეს არის საუბარი 21 წმინდა მოციქულები 21 საუბარში ვისაუბრეთ 70-თაგანი მოციქულები პროხორი ნიკანორი ტიმონი და პარმენი აი ამ 4 შესახებ და ესენი არიან ეკლესიაში ესეთი ამას აგიკითხავთ ეხა როდესაც აუცილებელი გახდა ადმინისტრაციული სამსახური ეკლესიის
და მაშინ 12-მა მოციქულმა ღვთის კარნახით გამოირჩია 7 ადამიანი, 7 დიაკონი, 7 არქიდიაკონი, ანუ მთავარდიაკონი და მათ ჩააბარეს მატერიალური, ეკონომიური თუ რა ვიცი, ყველანაირი ზრუნვა ეკლესიის ადმინისტრაციული შესახებ. ეს არის საქმე მოციქულთა, მეექვსე თავის მეორე მეექვსე მუხლები, მაშინ მოუწოდეს 12-თა მათ. ესე იგი 12-მა მოციქულმა სიმრავლეს ამას მოწაფეთა, სადარქვეს ყველა მოწაფე შეკრიფეს და უთხრეს: არა სათნოს ჩანს ჩვენ და დატევება ის სიტყვის ღვთისაი და მსახურება ტაბლებსა. ესე იგი ჩვენ რო ეს ვაკეთოთ ეს ყველაფერი, ჩვენ რომ მივატოვოთ ქადაგება და ეს არ არის ღვთისთვის სათნო. რაც გამოირჩიენით ზმანო კაცნი თქვენგანი, რომელნი წამებულიყვნენ 7 სავსენი სულითა წმინდისა და სიბრძა, რომელნი დავადგინეთ სახმარს ამას ზედა. თქვენ თვითონ გამოირჩიეთ, მოკლედ, ავირჩიოთ 7 ადამიანი და რომელსაც ჩავაბარებთ ამ ყველაფერს, რომელნი დავადგინეთ სახმარს ამას ზედა, ხოლო ჩვენ ლოცვასა და მსახურებას ამის სიტყვისა განვეგრძალებთ. და გამოირჩიეს სტეფანე პირველ მოწამეზე საუბარი, კაცი სავსე სარწმუნოებით და სულითა წმინდითა და ფილიპე და პროხორონ და ნიკანორა და ტიმონა და პარმენა და ნიკოლაოს მწირი ანტიოქიელი და დაადგინეს წინაშე მოციქულთა და ილოცეს და დაასხეს მათზე და ხელნემათნი, მოკლედ ესენი გახდნენ ეს 7 მთავარდიაკონი და მათ შორის ერთ-ერთი არის ტიმონი და მოგვიანებით ტიმონი უკვე, როდესაც ეს პირველი თავისი ვალდებულება მსახურების დიაკონობა აღასრულა, პავლე მოციქულმა აკურთხა ეპისკოპოსად და გაუშვა ქალაქი ბუსრა, დღეს ესე ქვია, ანუ ბურსა ალ-შამ, ესე ქვია დღეს ამ ქალაქს. ეს არის დღევანდელი სირიის ტერიტორიაზე, არაბეთის ნახევარკუნძულის უკიდურესი სამხრეთით და აი აქ ესე იგი დაიწყო მან ქადაგება, მეტი არაფერი ვიცით მის შესახებ, ვიცით მხოლოდ ის, რომ ებრაელებისგანაც იდევნებოდა და წარმართებისაგანაც და შეაგდეს, მოკლედ ღუმელში და ესეთი ორი ვერსია, რომ ერთი არის ღუმელში დაიღუპა და მეორე რომ ღუმლიდან უნებელად გამოვიდა და შემდეგ ჯვარზე გააკრეს. გაგვაჩნია უძველესი გამოსახულება ტიმონის. აი ეს არის გადიდებული ცარი გვერდზე, ეს არის ბასილი მეორის მინოლოგიიდან, აი ეს არის ტიმონი და კიდევ გაგვაჩნია ტიმონის, აი ათონური ხელნაწერიდან, ექვე არის გადიდებული, ხედავთ, ხო? აი ეს არის ტიმონის გამოსახულება და ის ქალაქი თავისთავად ძალიან საინტერესო ქალაქია, როგორც მოგახსენეთ. ეს არის ქალაქი ბურსა თუ ბოსრა. ეს ბოსრა შეიძლება ნახოთ თქვენ თვითონ მოიძიოთ, ანტიკური ქალაქია და ძალიან ესეთი ანტიკური ღირსშესანიშნაობებია, თუმცა მოციქულთან დაკავშირებით გონი არ არის, მაინდა-მაინც არაფერი. ეხლა მე უნდა გაჩვენოთ თქვენ პროხორეს წმინდა ნაწილი, ჩვენ პროხორესი კი არა უკაცრავად. ტროფიმეს წმინდა ნაწილი მიჩვენებია, მაგრამ გონი ესე არა. აი ესეც სანაწილეშია. და ესეც ტიმონი. ესეც ტიმონის მოციქულის ტიმონის წმინდა ნაწილი. და მე ხა გადავდივარ შემდეგ წმინდანზე, უბრალოდ შემდეგ ორ წმინდანზე. ესე ძალიან საინტერესო ისტორია, ბევრი არ არის ცნობილი ამბავი, მაგრამ ძალიან საინტერესო ისტორია არის. ეს არის წმინდა საბინუსი სპოლეტოელი, ესე ქვია, თუმცა ეპისკოპოსი იყო საბინუსი, ხო და თუმცა სპოლეტოელი კი ქვია, იმიტომ რომ სპოლეტო შეაღესრულა, თუმცა ასიზიდან იყო, ასიზის ეპისკოპოსი იყო. ესეც ახლა რასაც გიყვებით, აბსოლუტური სიზუსტით არ არის ცნობილი, რაღაცა ესეთი ეჭვები არსებობს, რომ ესე კი არა ისე იყო.
აქ ლაპარაკია მაქსიმიანეზე, მაქსიმიანეს პერიოდი, ხა ეს მაქსიმიანი ბევრჯერ გვიხსენებია 286-305 წლები არის მისი იმპერატორობის პერიოდი და ცნობილია რომ მან ესე იგი დიდი დევნა დაიწყო ქრისტიანების დიოკლეტიანესთან შემდეგ უკვე ერთად და მას ყავდა ქალაქ ასიზში თავისი ხელქვეითი ეს იყო მხედართმთავარი ვენუსტიანუსი. აი ვენუსტიანუს დაავალა მოკლედ ასიზში ქრისტიანები, ასიზი იტალიაშია ქალაქი და დაავალა ქრისტიანების დევნა და ამან რაც რა თქმა უნდა ხა უკეთეს რას მოიფიქრებდა და ეპისკოპოსი დააპატიმრა და ეპისკოპოსი ქვია საბინუსი. ეპისკოპოსი და სამღვდელოება, დიაკონები, ორი დიაკონის სახელია ცნობილი, ეგზუპერანციუსი და მარკელი და ასევე სხვა სასულიერო პირები. და დაავალდებულა ვენუსტიანუსმა დაავალდებულა ესენი ყველანი რომ მსხვერპლი შეეწირათ და საბინუსმა ეპისკოპოსმა ხელი მიიღო ესე ვთქვა და იუპიტერის ქანდაკებას შეეხო და წააქცია და დაამსხვრია რა. კარგი რა მოყვებოდა ამას და ისე განრისხდა ეს ვენუსტიანუსი რომ ხელების მოკვეთა ბრძანა ამისთვის ხელები მოაჭრეს ამ საბინუს და ისინი კი მისი თანამოწევები და ისე აწამეს რომ დაიხოცენ წამების დროს და მათი სხეულები მდინარეში გადაყარეს და საბინუსი კი წაიყვანეს ციხეში საპყრობილეში და გამოჩნდა ვინმე კეთილი ესე კეთილშობილი ქალბატონი მატრონა სახელად სერენა. აი სერენა ესე იგი სერენამ ამის ხელები შეაგროვა. შეინახა ხელები, მოჭრილი ხელები. და ყოველ დღე მიდიოდა საბინუსთან და მიქონდა საჭმელი. და საბინუსი ძალიან მადლობელი იყო ამ ქალის. და ერთხელაც ეს მოვიდა თავის ზუსტად არ არის ცნობილი დიშვილი იყო თუ შვილიშვილი ამისი ამ სერენასი რომელიც იყო ბრმა შობიდან და ამან ესე იგი მადლიერების ნიშნად საბინუსმა განკურნა ეს ბავშვი და აეხილა თვალე და მოკლედ მთელი მთელმა ციხემ შეიტყო ეს ამბავი და აი ამ ვენუსტიანუსის ყურამდე მიაღწია ამ ამბავმა. ვენუსტიანუსის ყურამდე მიაღწია და საქმე ის არის, რომ აი ამ თავისი უკეთურების გამო ეს ვენუსტიანუსი იყო დაბრმავებული ამ დროს, დაბრმავდა რა. ეს რა აწამდა რაღაცა. მოკლედ ვენუსტიანუსმა გაიგო, რომ ეს საბინუსმა ესე იგი ბრმა განკურნა და საოცარი თავდაბლობით თუ რაღაც ინანულით აღივსო და მივიდა და ფეხებში ჩაუვარდა ამას. მიაყვანინა თავი და სთხოვა განკურნება და საბინუსმა უთხრა რომ უნდა მოინათლოთ და მოიყვანა თავის ცოლი, შვილები და მოკლედ მთელი ოჯახი მოინათლა ვენუსტიანუსის. ეს რო გაიგო მაქსიმიანემ აი მის მრისხანებას საზღვარი არ ქონდა და ლუციუსი გამოაგზავნა თავისი ხელქვეითი და ულაპარაკოთ ვენუსტიანუს თავი მოკვეთეს და მის ცოლ-შვილსაც ასევე. რაც შეეხება საბინუსს, რატომაც ესე იგი გადაიყვანეს სპოლეტოში, ქალაქ სპოლეტოში და ესე იგი იქ აწამეს და იქ მოკრეს. სერენა გაყვამას და ქალაქიდან 2 მილის რაც არის 4 კილომეტრამდე დაახლოებით მანძილზე დაასაფლავა. შემდეგ თვითონ სერენას, ხა ესეც რასაც გიყვებით, ესეც ზუსტი არ არის, მაგრამ ესეთი გადმოცემა რომ ქონდა გამოცხადება, რომ ესე იგი ეს გადაესვენებინა იქ სადაც საბინუსის და ასევე წმინდანი იყო დასაფლავებული, მისი სახელი არის დიოკლეტიანა. ოღონდ
მე ესეთი წმინდანი ვერ მომნახე, საერთოდ არც ერთ სიაში არ არის. ამიტომ არ ვიცი, რამდენად სწორი ეს ისა. და მოკლედ მე უკვე მოგვიანებით საბინუსის წმინდა ნაწილების სხეულის მთელ იტალიაში გავრცელდა 956 წელს იბრეაში გადაასვენეს, შემდეგ რავენაში აპოლინარე ნუოვო, სადაც არის ახლა დღეს მისი გამოსახულებაც ასევე ხონა გაჩვენოთ, ფერმო, პესკარე, მონტე სან სავინო, ანუ მონტე სან სავინო კიდევ ქალაქს დაერქვა მისი სახელი, მონტე სან სავინო და ამასაც გაჩვენოთ ახლა. სიენა, ბელგიაში არის, რომში არის და კიდევ სხვა ადგილებში და წმინდა საბინუსი არის სპოლეტოსის, სიენას, ასიზის და ფერმოს ესე რომ ვთქვათ, მფარველი. აი ხა უნდა გაჩვენოთ, ეს არის აპოლინარე ნუოვო რავენაში, აი ეს არის მოწამეთა რიგი ესე ქვია, გადიდება ეს გრძელი ფოტო რო არის. ეხლა ამას გაჩვენებ ცოტათ უფრო გადიდებულს, აი ესე არის. აი საბინუსი არის იმ კედელთან უფრო ყველაზე ახლოს. აი ეს არის საბინუსი აქ. აი ეს. და ამას გაჩვენებთ ახლა გადიდებულს. აი ეს არის წმინდა საბინუსი. აი კიდევ უფრო გადიდებული. ესე გამოიყურება საბინუსი. და აი ეს არის სპოლეტოში მისი სახელობის ტაძარი. სადაც მისი წმინდა ნაწილები ინახება და აი ეს არის მონტე სან სავინო, აი აქ არის ამ ადგილზე, იტალიაში. აი ესე მონტე სან სავინო. აი აქ არის გადიდებული უფრო აი არეცო, ქალაქი არეცო არის შემოხაზული და ეს ლურჯი წერტილი არის ეს მონტე სან სავინო და აი მონტე სან სავინო თვითონ ქალაქი ესეთია და აი ეს არის მონტე სან სავინოში ესე იგი ტაძარი, სადაც არის დასვენებული მისი და კიდევ წმინდა ეგიდიუსის და წმინდა ეგიდიუსის ნაწილებიც აქ არის და აი ეს არის ტაძარი. ესეთი ფოტოებია უბრალოდ. და აი ამ ესე იგი მონტე სან სავინოს მფარველები არიან წმინდა ამბროსი მედიოლანელი, წმინდა ეგიდიუსი, გვისაუბრე ეგიდიუსი ჩვენ და ესე იგი აი ეს ბელმოწამე საბინუს სპოლეტელი. აი ჩვენ გვაქვს წმინდა ნაწილები, ეს არის საბინუსის პატარა ფრაგმენტია ძალიან მცირე და ჩვენ გვაქვს კიდე წმინდა ნაწილი აი წმინდა ვენუსტიანოსის და საკმაოდ შედარებით დიდი ფრაგმენტი გვაქვს საკმაოდ. აი ეს არის ვენუსტიანოსის წმინდა ნაწილი. ეს. მე კი გადავდივარ შემდეგ წმინდანზე. ეს არის წმინდა ფელიქსი. წმინდა ფელიქსი რომის პაპი. რომელიც 273 წელს აღესრულა და ლიბერ პონტიფიკალის, ესე იგი პაპების, რომის პაპების ცხოვრება არის. იქ წერია მის შესახებ, ოღონდ არაფერი არ ვიცით ფაქტიურად მასზე, მის მიწერ ცხოვრებაზე. ერთ-ერთი ვიცით რომაელი იყო და მამის სახელი ვიცით კონსტანტინე. და ის რომ კიდევ 279 წელს, ესე იგი 4 წელი იყო სულ პაპი, 279 წელს 5 იანვარს იქნა არჩეული და მისი მემკვიდრე იყო დიონისე, რომელიც შემდეგ მემკვიდრე კი არა, მისი წინამორბედი იყო რომის პაპი დიონისე, რომელიც
268 წლის 12 უბრალოდ 26 დეკემბერს გარდაიცვალა და რამდენიმე დღეში მოკლედ ეს აირჩიეს პაპად. და რაც ვიცით მის შესახებ, ეს არის მისი თხზულებები, რომელიც არის დარჩენილი, უბრალოდ თავარი ერთი თხზულებაა დარჩენილი, ეს არის დოგმატური წერილი ქრისტეს პიროვნების ერთიანობის, თლიანობის შესახებ. და კიდევ არის ცნობილი ის, რომ იმპერატორი ავრელიანუსის მხარდაჭერით მან მოახერხა და განკვეთა ერეტიკოსი პავლე სამოსატელე. ეს ძალიან ესეთი კიდევ ცალკე თემაა, ახლა ამაზე აღარ შევჩერდები, მაგრამ კრება იყო ანტიოქიელი ეპისკოპოსების კრება და აი კრებაზე დააყენა მან საკითხი და მან დაამტკიცა, რომ ეს პავლე სამოსატელე არის ერეტიკოსი და მიიღო ესე იგი ეს გადაწყვეტილება და დაუჭირა კრებამ მხარი და მოკლედ ეს განიკვეთა. ასევე მან დაადგინა ასეთი რამდენიმე წესი არის მასთან დაკავშირებული, მაგალითად ის, რომ რაც დღეს სრულდება ეკლესიაში, რომ აუცილებლად წირვა უნდა შესრულდეს მოწამის საფლავზე, მოწამეთა საფლავზე და დღეს, როდესაც ჩვენ ტრაპეზს ვაკურთხებთ, ახალი ეკლესია რო იკურთხება, ტრაპეზზე, ანუ იმ მაგიდა, სადაც წირვა აღესრულება, წმინდა ნაწილი უნდა ჩაიდოს აუცილებლად და ეს წმინდა ნაწილი აუცილებლად უნდა იყოს მოწამის. აი ღირსი მამის თქვას, მკურნალის რაღაც, არა. ან წინ რაღაც სხვა წმინდანის, არა. აუცილებლად მოწამეობრივად აღსრულებულის და სხვათა შორის ტერტულიანეს ცნობილი სიტყვებია, რომ მოწამეთა სისხლი ეკლესიის თესლია. აი ესე მრავლდება ეკლესია და ეს არის დადგენილი სწორედ აი ამ პაპი ფელიქს პირველის მიერ და ასევე მან ესე იგი მასთან არის დაკავშირებული მიცვალებულთა მსახურება და მან დაადგინა, რომ წმინდანის შემთხვევაში ყოველი გარდაცვალების წლის თავზე მის საფლავზე უნდა აღესრულოს მსახურება. და ეს არის და ეს წმინდა კალისტოსის აპიანის გზაზე სასწაულზე არის დასაფლავებული და ეფესოს კრების ხა ამ დეტალებს აღარ გიყვებით, ეს რას ნიშნავს, ეფესოს კრებამ მას უწოდა მოწამე. აი ჩვენ გვაქვს ესე იგი სიქსტის კაპელაში მისი ეს არის შავთეთრი გამოსახულება გვაქვს უბრალოდ. აი ესეთი გამოსახულება არის და მე მაინც წამოვიღე ჩვენ ცოტა ხნის წინ მქონდა ანტერუსი რომის პაპი, იმისი გამოსახულებაც გავსია და ესეთ ფერებშია. სავარაუდოდ ესეც რაღაცა მსგავსი იქნება ალბათ რა. და მე უნდა გაჩვენოთ ეს არის რომის პაპ ფელიქსის აი ესეთ სანაწილეში აი ხარ წმინდა ნაწილი. შედარებით ესე რომ ვთქვათ, შედარებით მოზრდილი ფრაგმენტი. მცირე სუნელება გააჩნია. კრთალი. და მე გადავდივარ შემდეგ წმინდანზე. ისევე ძალიან საინტერესო წმინდანი ესეც. ესეც რაღაცა გარკვეულწილად თავისი უნიკალურობა გააჩნია. ეს არის წმინდა ევგენი. წმინდა ევგენი ეპისკოპოსი, რომელიც მოიხსენება როგორც მედიულანელი ეპისკოპოსი, თუმცა მედიულანელი, ანუ მილანელი ეპისკოპოსი არ ყოფილა, უბრალოდ მილანში გარდაიცვალა. და ძალიან დიდი მონაწილეობა მიიღო მილანის, ანუ მედიულანის სულიერ ცხოვრებაში და ამის შესახებ უნდა მოგიყვეთ. ესე იგი, მისი ცხოვრების ძირითადი წყარო ეს არის, მან მის შემდეგ იყო ცოტა მოგვიანებით, ის ესე იგი გარდაიცვალა ევგენი 774 წელს. და მილანის არქიეპისკოპოსი მაშინ იყო თომა,
რომელიც 759 წლიდან 783 წლამდე იყო მთავარეპისკოპოსი მილანის და აი მთავარეპისკოპოსის დროს მოხდა ეს ამბები, რასაც ახლა მე თქვენ მოგიყვებით. მოკლედ ალპების მიღმა, ანუ ტრანსმონტანოს ესე ქვია, ნუ მილანი ჩრდილოეთი იტალია და ალპების იქით არის, ესე იგი, მაშინდელი გალიის ტერიტორია იყო და აი ამ ხარის გალიის ეპისკოპოსი იყო ევგენი. ეხლა რა მოხდა? ესე იგი, რომის პაპმა, ადრიანე პირველმა, ესე იგი, გამოიჩინა ასეთი სურვილი ინიციატივა, რომ უნიფიცირება, ესე ქვია, უნიფიცირება მომხდარიყო და მთელ რომის მთელს ეკლესიაში ერთნაირი წესით მოკლედ ემსახურათ. ეხაც რაღაც საოცარ ამბავს გიყვებით ესე. მოკლედ კარლოს დიდი არის მაშინ, კარლოს დიდი არის იმპერატორი, მეფე, ფრანკების მეფე და ესე იგი მან კარლოს დიდმა, იტალიას დაიპყრო და მოკლედ ეს კარლოს დიდი უჭერს მხარს ამ რომის პაპს. და ეს თომა მთავარეპისკოპოსი მილანის ამბობს, რომ აი ამ კარლოს დიდის მოძღვარი იყო სწორედ ევგენი. მაგრამ მიუხედავად ამისა, რომის პაპისთან ერთად მას აწყობს როგორც ჩანს კარლოს დიდს ეს უნიფიცირება და რას აკეთებენ ახლა ესე იგი. სხვადასხვა ტიპის ახლა ჩვენც გვაქვს მაგალითად ხო? წირვა. იონოქროპირის გვაქვს ბასილი დიდის, რომელიც რაღაც დღეებში სრულდება, უпростоრად ბასილი დიდის არის და შემოკლებულია იონოქროპირი და კიდევ რამდენიმე წირვა აღესრულება, მაგალითად იაკობის ჟამის წირვა ესე ქვია და ეს აღესრულება. თუმცა სხვადასხვა წესი არსებობს კიდე წირვის აღსრულების. არ არის აკრძალული იაკობის ჟამის წირვა, არ აღესრულება სხვადასხვა მიზეზების გამო და ბასილი დიდის წირვაც მით უმეტეს არათუ არ აკრძალული არ არის წელიწადში რამდენჯერმე სრულდება. ძირითადად იონოქროპირის წირვა გვჭირ. აი რაღაც ამდაგვარ რაღაც საუბარზე არის საუბარი და ამას უნდა რომის პაპს რომ გრიგოლ დიდი, გრიგოლ დიოლოგოსი, წმინდანი, გრიგოლ პირველი, აი მისი ჟამის წირვა რო აღესრულებოდეს ყველგან და მილანში განსაკუთრებით სხვაგანაც, მაგრამ მილანში აღესრულება ამბროსი მედიოლანელის მსახურება. იქ არის წესი საერთოდ არა მარტო წირვა, მაგრამ ესე ჟამის წირვა, ესე რომ ახსენოთ უბრალოდ. ამბროსი მედიოლანელის ჟამის წირვა. და რა გააკეთეს ამათმა? ეს შემოიჭრა, დაიპყრო ქალაქები, მათ შორის მილანში შემოიჭრა და მოკლედ რო აღმოაჩინეს, რომ აქ ამბროსი მედიოლანელის ჟამის წირვა აღესრულება, რა ქნეს იცით? შეაგროვეს მთელი წიგნები და დაწვეს. რომ აღარ იყოს ლაპარაკი იმაზე, რომ აი ხა ის ესე წირავს, ეს ერთიანი ის რო იყოს. და რაღაცა ნაწილი წიგნების ამ კარლოს ეტყობა მაინც ეს ჭკვიანი კაცი იყო ეს კარლოს დიდი, ეტყობა კი არა, დიდი იმპერატორი. და რაღაცა წიგნები ნაწილი სულ არ დაწვა, შეაგროვა და გააგზავნა ფრანკებთან, თავის სამეფოში. გააგზავნა და ეს ყველაფერი, რადგან ერთი მისი მოძღვარი იყო, მერე ეპისკოპოსი იყო და ეს ყველაფერი მოხდა ევგენის ხელში ჩავარდა ეს წიგნები. ევგენიმ არ იცოდა ეს ამბავი, ესე იგი, ეს ამბროსი ჟამის წირვა როგორია და იცოდა ეს გრიგოლის რა. და დაიწყო ამ წიგნების კითხვა. გაეცნო ამ წიგნებს და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე ამბროსი მედიოლანელის ჟამის წირვა. იმდენად დიდი, რომ რომში, როდესაც კრება შეიკრიბა ამ ხანებში, ჩავიდა სპეციალურად, ისედაც ეკუთვნოდა ჩასვლა, მაგრამ ჩავიდა და კრებაზე გამოვიდა როგორც ამბროსის ჟამის წირვის ძალიან მგზნებარე დამცველი. და იმდენად ესე იგი ეს ასაბუთებდა ამ წირვის სიკეთეს, რომ რომის პაპმა ადრიანე პირველმა დაიბარა პირდაპირ, ეს წმინდა ევგენი დაიბარა და უთხრა რატო იცავ ესე არ ჯობია რომ ერთიანი ის იყოს, ესეუნება რომ არ ჯობია. სადაც არ არის ამბროსის მთელი რომის იმპერიაში, კი ბატონო იყოს ეს წირვა და ძალიან კარგია რა თქმა უნდა წმინდა გრიგოლის წირვა, მაგრამ ესეც არ არის ცუდი
და ესეც არანაკლებია და ამიტომ ნუ აკრძალავ ამას და ნუ მოსპობ ამას რომის პაპს უთხრა და სხვათა შორის ამ რომის პაპი ესეც დიდი პიროვნება იყო ძალიან ცხადია ხო რომის პაპზე ამან ძალიან იმოქმედა და ჩავარდა საგონებელში და დაიბარა ესე იგი ამ კრებაზე ეს ეპისკოპოსები და მოკლედ ესე ისაუბრეს ამის შესახებ კიდევ ერთხელ და ადრიანემ ესეთი რაღაცა თქვა რომ ჩვენ ხა ღმერთს უნდა შევთხოვოთ რომ გამოგვიჩინოს თავისი ნება რა დრო არის და რა კადენიერება აქვს ღვთის წინაშე და ნუ ხა რაღაც საოცრება უნდა გითხრათ ეს რასაც აკეთებენ ხო აკეთებენ მაგრამ ნუ პასუხი იციან აუცილებლად ღმერთი უპასუხებს ამას რა სხვანაირად არ გამო ესე ცხოვრობენ მოკლედ წმინდა პეტრეს საკურთხეველში შევიტანოთ ორივე წიგნი ნუ ეს ესე იგი კონდაკი დღეს ესე ვეძახით ჩვენ დავხუროთ ეს კონდაკი და დავბეჭდოთ მე ჩემ ბეჭედს და გავუკეთებ ამას და დავაწყოთ წმინდა პეტრე მოციქულის ტრაპეზზე საკურთხეველში და 3 დღე ვიმარხულოთ და ვილოცოთ და დე ასე იყოს მოკლედ ამათი სურვილია რომ შევალთ რომელი წიგნის დახვდება გაშლილი აი იმ წიგნის მიხედვით ვიმსახუროთ და რა მოხდა რაღაც საოცარი ამბავი ესე იგი გავიდა 3 დღე ხსნიან ამ კარებს საკურთხევლის კარებს შედიან და რას ხედავენ ტრაპეზე ორივე წიგნი არის დაბეჭდილი კი არა დახურული არც ერთი არ არის გახსნილი და ნუ აი ლამის სასოწარკვეთილებაში ჩავარდნენ ნუ აი ღმერთმა არ უპასუხა და უცებ რაღაც საოცრება მოხდა ამა თვალწინ გასკდა ორივე ბეჭედი და გადაიშალა ორივე წიგნი გადაიშალა და რო ნახეს ერთი და იგივე ადგილას იყო ორივე წიგნი გადაშლილი და ესე იგი მიხვდნენ ესენი საოცარ რაღაცას რომელიმე წიგნი ეს მე ევგენი მუთხრა რომის პაპს რომელიმე წიგნი რო ყოფილა გადაშლილი და რო შესრულებული ეს გადაშლილი ეს დახურულია თქვა ხო აუცილებლად ვიღაცა იქ შეიტანდა რომ ვინმე ხوار შეიპარა და ძალით ხوار გახსნა და რაღაც ადამიანურად ხوار ჩაერი და ეხლა კი აღარავის იჭიარება იმაში რომ ორივე მსახურება უნდა აღესრულებოდეს და რომის პაპმა დაადგინა რომ სადაც არის გრიგორიანული წესი იქ შესრულდება ესა რაც შეეხება მილანს მათ უფლება ექნებათ რომ ამბროსიანული ამბროსის ჟამისირვა ჩაატარონ აი ეს იყო რომის პაპის გადაწყვეტილება და ნუ გახარებულები ეს მილანელები და ევგენი ეხა პრობლემა რა არის რომ იქ აღარ დარჩა წიგნი საერთოდ ერთი წიგნია დარჩენილი მილანში და მოკლედ ეს გადასახლებული წიგნები ესე უწოდებდნენ ეს გადასახლებული წიგნები წავიდა თავის ეპარქიაში ევგენი და წამოიღო მთელი ეს წიგნები რაც კარლოს დიდმა თავის დროზე გადაასახლა ეს წიგნები ჩამოიტანა და ნუ აი დიდი სიხარულით შეხვდნენ ესე იგი ეს მილანელები და შემდეგ ესეთი რამე მოხდა. ნუ აღარ უშვებენ. ევგენის აღარ უშვებენ მილანიდან ჩვენთან დარჩი და ჩვენთან იყავი. და მალე გარდაიცვალა ეს. გარდაიცვალა ევგენი მილანში და დაასაფლავეს წმინდა ევსტორგიუსის ტაძარი, ესეთი ტაძარი არის მილანში და შემდეგ ესეთი რაღაცა მოხდა, რომ ნუ არ ვიცი როგორც ხდება ხოლმე ეთყობა მილანელებმა მიივიწყეს თანდათანობით წმინდა ევგენის საფლავი და აღარ აღესრულებოდა ჯეროვანი მსახურება და შემდეგ მოხდა ესეთი რამ პარალიჩი ჰქონდა ერთ ქალს და ღამე სიზმარში გამოეცხადა ევგენი რომ ჩემი საფლავი უნდა გაიხსნას და ამან უთხრა თუ გინდა რომ განიკურნო გახსენით ეს საფლავი და შენ განიკურნები და თავის ქმარს უთხრა და შეკრიბეს ნუ ხალხი გახსნეს ეს საფლავი და იქ ნახეს ესე იგი მისი დაფა სადაც მისი სახელი ეწერა და ევსტორგიოსის წმინდანა ამოაბრძანეს
და იქვე ამ ტაძარში ევსტორგიუსის წმინდა ნაწილებთან ჩააბრძანეს და დღეს კი მთავარი საკურთხევლის ქვეშ არის. აი ეს არის სანაწილე, რომელიც იქ დგას ევსტორგიუსის გამოსახულებით და აი ეს არის ევსტორგიუსის წმინდა ნაწილები. აი დღეს ინახება ამ ევსტორგიუსის კი არა უკაცრავად ევგენის წმინდა ნაწილები ევსტორგიუსის ტაძარში საკურთხევლის ქვეშ. ესე ინახება. და ჩვენ გვაქვს წმინდა ევგენის აი წმინდა ევგენის შედარებით ესეთი მოზრდილი ფრაგმენტია. და ორი წმინდანი დაგვრჩა, რომლის შესახებაც პრაქტიკულად არაფერი ვიცით. ცოტა ვიცით ძალიან. ეს არის წმინდა ლიბერიუსი. წმინდა ლიბერიუსი, ეს არის რავენის ლიბერიუს მესამე, რავენის ეპისკოპოსი 99 წელს აღესრულა და მასზე არის ცნობილი ერთადერთი რომ მასობრივი მოქცევა, ესე იგი, მოხდა მის დროს, უამრავი ადამიანი მოექცა და ურსიანის ბაზილიკაში ინახება რავენაში, აი ისი წმინდა ნაწილები ეს არის მის საფლავი. მეტი არაფერი არ ვიცით მის შესახებ და წმინდა ნაწილს გაჩვენებთ ახლა. აი ეს არის მისი წმინდა ნაწილი. აი ლიბერიუსის. აი ესეთია. და ეს არის შემდეგი წმინდანი, წმინდა მანსვეტი, ალექსანდრიელი. და ესენი არიან მოწამეები მანსვეტუს, სევერუს, აპიანუს, დონატუს და ჰონორიუს და კიდე ხუთი, ვინც აწამეს ალექსანდრიაში მონოფიზიტებმა. მონოფიზიტებთან ეს კამათები რო იყო. ეს ამას მოყვა, ესე იგი 493 წელს აწამეს და 482-ში ალექსანდრიის პატრიარქმა აკაკი და იმპერატორმა ზენონმა გამოაქვეყნეს კომპრომისული ფორმულა ენოტიკონი, ეგრეთ წოდებული ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრია, რის გამოც 484 წელს უკვე კიდე ერთი წლის შემდეგ რომის ეკლესიამ ისინი ორივე განკვეთა, ალექსანდრიის პატრიარქიც და იმპერატორი ზენონიც. მაგრამ აი ამ შუალედში მოხდა სწორედ ამ მოწამეების წამება, რომელთა შორის იყო მანსვეტი და აი გაჩვენეთ ახლა მანსვეტის წმინდა ნაწილი გაგვაჩნია. აი ესეთი ფრაგმენტები. და მე კი ამითი გიმშვიდობებით, თუმცა როგორც მოგახსენეთ, კიდევ ერთი საუბარი გვექნება ჩვენ დღეს. კიდევ ერთი საუბარი გვექნება, ესე იგი, როგორც მოგახსენეთ, ესე იგი, დღეს შაბათს, ეს არის 29 დეკემბერი საეკლესიო კალენდრით და დღეს არის 14,000 ჩვილის ხსენება, ბეთლემელი ჩვილების და ეს ხატი რაღაც მგონი არაჩვეულებრივი გაგვაჩნია. ნინო ამილახო არის მარკელ კონსტანტინოპოლელის, ვიზეს ადრე გვისაუბრია 57 საუბარში და დღეს კი ორი სიტყვით მოგიყევით ტროფიმე მოციქულის არელატელის არლის ეპისკოპოსის შესახებ, არლის პირველი ეპისკოპოსი და ასევე წმინდა ბერები მარკოზ მესაფლავე, თეოფილე, ესე იგი იოანე ღვთისთვის სათნო, ესე ქვია ქართულად ალბათ და თეოფილე წვრილმდინარე. ამათ შესახებ ვისაუბრეთ და ასევე ვისაუბრეთ დღეს 30 დეკემბრის წმინდანების შესახებ და მე მოგიყევით თქვენ უპირველეს ყოვლისა ეს იყო ეს ცალკე კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ეს შობის შემდგომი კვირის წმინდანებზე ცალკე გვექნება საუბარი, დანიელ პერესლაულელზე გვისაუბრია მეოთხე საუბარზე და წმინდა მოციქული ტიმონი 30-განი, წმინდა საბინუს და ვენუსტიანს პოლეტელები, წმინდა ფელიქს პირველი რომის პაპი, წმინდა ევგენი მედიულანელი, წმინდა ლიბერიუს რავენელი და წმინდა მანსვეტ
ალექსანდრიელი, მე კი ეს ამითი დაგემშვიდობებით. ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.